გიორგი მელაშვილი, ევროპულ ქართული ინსტიტუტის დამფუძნებელი და პრეზიდენტია ჩვენი გადაცემის სტუმარი. საღამოშვიდობისა, მონაწილეობისთვის გთხოვთ. ჩვენ გუშინ გარდა იმისა, რაც წავიკითხეთ, დასკვნაში მოვისმინეთ ასევე განცხადებები, ზეპირი განცხადებები, სადაც პირდაპირ უთხრეს ევროკავშირის წარმომადგენლებმა ქართველ ხალხს, რომ გატყუებთ ქართული ოცნება, თქვენ ამ გზით ვერასდროს მოხვდებით ევროკავშირში, ჩვენ ვერ გახდებით მისი წევრები. მაგრამ დღეს ჩვენ ვხედავთ, რომ კობახიძე, რომელიც ამავდროულად საბჭოთა კავშირს უწოდებს ევროკავშირს, ამბობს, რომ საქართველო 2030 წელს გახდება ევროკავშირის წევრი, ოღონდ ამისთვის საჭიროა, რომ ევროკავშირი შეიცვალოს. აი ეს პროპაგანდა ვისთვის არის ახლა გათვალისწინებული ქართული ოცნებისგან? მოდი დავიწყოთ იმით, რომ ქართული ოცნება ყოველთვის აფუძნებდა საკუთარ ძალაუფლებას რუხ ზონებზე. ანუ იყო ერთგვარი რუხი ზონა, რომ არც პრორუსები არიან, არც პროევროპელები, სადაც შუაში არიან. და მათი პროპაგანდაც მუდმივად არის ეგეთი ტერმინი გასლაითინგი, ქართულად ითარგმნება როგორც დაბოლება, რამდენიც საინტერესო არ უნდა იყოს და ყოველთვის ქართული ოცნება ცდილობდა, რომ საკუთარი პროპაგანდისტული მანქანით, პროპაგანდისტული მედიებით შეექმნათ პარალელური რეალობა და სინამდვილეში საქართველო რომ შორდებოდა ევროკავშირს, ისინი ცდილობდნენ ამის შემოbrunებას, რომ თითქოს და მივდივართ ევროკავშირისკენ. მოდი გავიხსენოთ, არჩევნები როდესაც იყო საპარლამენტო, ლოგოც კი შეცვალეს და ევროკავშირის ვარსკვლავები მიახატეს. ევროკავშირმა გაიაზრა, რომ ქართული ოცნება ოპერირებდა ამ რუხ ზონაში და რუხი ზონით ისინი აძლევდნენ პროპაგანდას საკვებს რეალურად და ამიტომ ეხლა უკვე ევროკავშირი ცდილობს, რომ პროპაგანდის ნაცვლად გადაერთოს ძალიან კონკრეტულ გზავნილებზე, რომელთა ინტერპრეტაციის საშუალება ქართულ ოცნებას აღარ ექნება. ამიტომ მაგრამ მან რაღაც უნდა უთხრას თავისი ამომრჩევლის თუ კი იქ დარჩა ისეთი ამომრჩეველი, რომელიც ევროკავშირში გაწევრიანებას ემხრობა და ეს მისთვის მნიშვნელოვანია. ყველა კვლევა გვაჩვენებს, რომ ასეთი ამომრჩეველი არა მარტო ოცნების შიგნით, არამედ ზოგადად საქართველოში არის აბსოლუტური უმრავლესობა. პოლიტიკური პარტიისთვის ღია პრორუსულობა დღეს საქართველოში არის ელექტორალური სუიციდი. და ქართულ ოცნებას ეგ რა თქმა უნდა არ უნდა, მათ ეს ესმით, ამიტომ ისინი ცდილობენ მოატყუონ საკუთარი ამომრჩეველი, რომელიც არ უყურებს კრიტიკულ მედიას, რომელსაც როგორც წესი Facebook-ისადმი წვდომა ნაკლები აქვს, ისინი ქმნიან პროპაგანდისტულ ბაბლს, ბუშტს და ამ ბუშტში აცხოვრებენ საკუთარ ელექტორატს. როგორც კი ადამიანი გამოდის ამ ბუშტიდან და რეალურად ხედავს სიტუაციას, იმსუთაცვე პროპაგანდა იმსხრევა. ამაში არის პროპაგანდის პრობლემა დღეს. ისინი მათ შექმნეს საკუთარი ამომრჩევლისგან აი ეს პროპაგანდისტული ბუშტი, რომელსაც კიდევ უფრო არადიკალურებენ, ანუ საქართველოში ვინმე თუ არის რადიკალი, ეს არის ქართული ოცნების ამომრჩეველი, რომელიც გაარადიკალა საკუთარმა მედია საშუალებებმა. იგივე მოხდა რუსეთში, პირველი არხი, რუსია 24 და ასე შემდეგ. ყველა ამ არხის მიზანი არის მაქსიმალურად საკუთარი ხალხის გარადიკალურება, რომ შემდეგ შეასრულონ ის, რაც უნდა ავტორიტეტს. ჩვენ რა ნაბიჯებს შეიძლება დაველოდოთ ევროკავშირისგან? იმაზე ვთანხმდებით, რომ საქართველოს ბედი აქ წყდება ივანიშვილის რეჟიმი შეიცვლება თუ არა. ამას ხალხი წყვეტს აქ ადგილზე, მაგრამ რა ნაბიჯებს უნდა ველოდოთ? ევროკავშირი მხოლოდ დამკვირვებლის როლში იქნება ამიერიდან თუ ის რამე კონკრეტულ ზომებს მიმართავს? რა თქმა უნდა, არა და ამ ანგარიში ძალიან ნათლად ჩანს, რომ ევროკავშირი არ აპირებს საქართველოს მიტოვებას პირიქით, ჩვენ უნდა ველოდოთ უფრო მეტ-ქმედით ნაბიჯს. არის ორი მექანიზმი, რომელიც განიხილება. პირველი ეს არის უვიზო რეჟიმის გამარტივებული შეზღუდვები, რომელიც შეეხება იმ კონკრეტულ ადამიანებს, რომლებიც დამნაშავეები არიან საქართველოში დემოკრატიის ნგრევაში და მეორე მექანიზმი ეგრეთ წოდებული FIMI, უცხოური მავნებლური პროპაგანდისტული გავლენის წინააღმდეგ, რომელიც იქნება მიმართული პროპაგანდისტული მედია საშუალებებთან მიმართებით და მათი მფლობელების წინააღმდეგ. ასე რომ ამ ორი მექანიზმის ერთობლიობით ძალიან მალე ჩვენ უნდა ველოდოთ საკუთარ მაგრამ რატომ უნდა იღელოს ამაზე ქართული ოცნების მომხრემ? თუ კი ასე ვთქვათ ზედაფენას აი ამ რეჟიმისა დაუწესებენ შეზღუდვებს ვიზებთან დაკავშირებით, მათ დასაკარგი შეიძლება ბევრი არაფერი კონდეთ და ვიზის დაკარგვის გამო შეიძლება ივანიშვილის წინააღმდეგ არ წავიდნენ. აი ის ნაწილი საზოგადოების, რომელსაც ატყუებს ქართული ოცნება, აი ეს ნაწილი რა შემთხვევაში იგრძნობს, რომ არ შეიძლება ამ ოლიგარქის
ხელისუფლებაში დატოვება. მე მგონი ამ საზოგადოების უდიდესმა ნაწილმა იქ უკვე იგრძნო. მე გულისხმობ სწორედ ქართული ოცნების იმ ნაწილს, რომ მისი ელექტორალური, ასე ვთქვათ, ეს სიმთელე დაირღვეს. სიმთელე არ არის ჰომოგენური ახლაც. ჩვენ ვხედავთ, რომ იგივე ღარიბაშვილის კორუფციის გამჟღავნების შემდეგ ქართულ ოცნებაში არ არის რაღაცა მონოლითური დამოკიდებულება ძალიან ბევრი საკითხისადმი. რაც უფრო მეტი ასეთი ფაქტი გამოჩნდება, რაც უფრო მეტად გამოჩნდება ელიტარული კორუფცია, რომელიც ქართულ ოცნებაში არის გაბატონებული და რომელიც იყო ქართული ოცნების და მისი ელექტორატის ერთგვარი სოციალური კონტრაქტის ნაწილი და რომელიც ახლა ხდება ამ სოციალური კონტრაქტის გადასინჯვა. რატომ? იმიტომ რომ ოცნებას აღარ აქვს იმდენი ლიკვიდური შავი და რუხი ფული, რომელთაც ისინი შეძლებენ საკუთარი მხარდამჭერების ლოიალურობის შეძენას. ის რეპრესიული კანონები, ის დრაკონული კანონები და ზოგადად მთელი ეს სიტუაცია, რაც ახლა არის, ეს არ მეტყველებს იმაზე, რომ რეჟიმს აქვს ელექტორალური მხარდაჭერა. პირიქით, ეს მიანიშნებს იმაზე, რომ რეჟიმი კარგავს მხარდაჭერას და ცდილობს ამ დაკარგული მხარდაჭერის კომპენსირებას ძალადობით და ძალაუფლებით. ამაში არ მდგომარეობს, მე მგონი, მთავარი გამოწვევა ქართული ოცნებისთვის. თუ ზედმეტად ჩააჭერენ, საკუთარი ხალხი ამას არ მიიღებს, მათ შორის ის ადამიანები, ვინც არიან ოცნების შიგნით. მეორე თვალსაზრისით, თუ ისინი შექმნიან ერთგვარ ლიბერალიზაციაზე წავლენ პირობითად, ამ შემთხვევაში ისევ და ისევ მათივე ელექტორატი იქნება უკმაყოფილო და არიან აი ესეთ პოლიტიკური სუქსვანი, გაჭედვა კი. კი, გაჭედვა. მე მინდა გკითხოთ უფრო კონკრეტულად უკვე ვიზა ლიბერალიზაციასთან დაკავშირებით, თქვენ ნაწილობრივ ამ საკითხს შეეხეთ, რომ ეს შეიძლება დაუკავშირდეს ქართული ოცნების აი გარემოცვას, ივანიშვილის გარემოცვას, მაგრამ რამდენად დიდია რისკი, რომ ვიზა ლიბერალიზაცია მთელ ქვეყანას შეუჩერდეს, არა მხოლოდ იმას, ვინც ივანიშვილის გარშემოა, არამედ მთელ ქვეყანას. ეს რისკი დგას თუ არა დღეს? რისკი დგას, მაგრამ ამ ეტაპზე ევროკავშირი თანმიმდევრული არის საკუთარ პოზიციაში. ეს პოზიცია თავიდანვე გაჟღერდა ჯერ კიდევ წელიწადნახევრის წინ, რომ ევროკავშირს არ უნდა ქართველი ხალხის დასჯა ქართული ოცნების ქმედებების გამო. შესაბამისად, ამ ეტაპზე ისინი ნამდვილად ეცდებიან, რომ გამოიყენონ ვიზების შეზღუდვის მექანიზმი მხოლოდ ქართული ოცნების პირველი პირების წინააღმდეგ. ამ ყველაფერს ემატება ევროკავშირის შიგნით მიმდინარე მოვლენები, უპირველეს ყოვლისა უნგრეთში არჩევნები ახლოვდება აპრილში და ძალიან დიდი ალბათობით ორბანს ძალიან გაუჭირდება საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება და იმ შემთხვევაში თუ უნგრული ვეტო სანქციებთან დაკავშირებით დაიძლება, ამ შემთხვევაში ევროკავშირში არსებობს სრული კონსენსუსი და ჩვენ უნდა ველოდოთ გაცილებით უფრო მყარ ნაბიჯებს. ან ნაწილობრივ უნდა დავაკვირდეთ იმასაც, რა მოხდება უნგრეთში. ასეთი დასკვნის შემდეგ ივანიშვილი ცხადია და ნებისმიერი დიქტატორული რეჟიმი ცდილობს მაინც რაღაც თუნდაც ილუზორული აღიარება მიიღოს. აი ასეთი დასკვნების შემდეგ ფიქრობთ, რომ ევროკავშირის ქვეყნებიდან უნგრეთს არ გულისხმობ ამ შემთხვევაში აბსოლუტურად გამორიცხულია, რომ მათ ვინმე მაღალ დონეზე ხელი ჩამოართვას. ისეც აღარავინ აღარ ართმევდა ხელს. ქართული ოცნება ბოლო პერიოდის განმავლობაში არის სრულიად ექსკომუნიცირებული ევროპული სივრცისგან. ჩვენ ძალიან ნათლად დავინახეთ, რომ როდესაც ქალბატონი ბოჭორიშვილი არ დაპატიჟეს იმ სამიტზე, სადაც ჩვენ უნდა ყოფილიყავით, რადგანაც განიხილებოდა ცენტრალური კორიდორი, ცენტრალური აზია და კავკასია. იქ არ ყოფილა საქართველოს წარმომადგენელი, რაც ჩვენი ქვეყნის ფუნქციიდან გამომდინარე, კატასტროფა არა, მაგრამ მიახლოებული. მაგრამ თუ კი რაიმე იმედი ჰქონდათ, რომ ამას გაარღვევდნენ ამ იზოლაციას, ეს იმედი ევროკავშირის ნაწილში ყოველ შემთხვევაში დაასამარა ამ დასკვნამ. ნაწილობრივ დაასამარა, თუმცა მეორე თვალსაზრისით პროპაგანდისტვის არ აქვს მნიშვნელობა რეალობას და რეალურად რა წერია ამ დასკვნაში. თუ ჩვენ გადავხედავთ პროპაგანდისტულ მედია საშუალებებს, ისინი ცდილობენ, რომ დააჯერონ საკუთარი ელექტორატი, თითქოს ყველაფერი კარგად არის და 2030-ში ვითომ და აპირებენ ევროკავშირის წევრობას. რაც უბრალოდ აბსურდი არის, იმიტომ რომ ამ ანგარიშში არის ნახსენები უკუსვა. ეს ნიშნავს იმას, რომ საქართველოს მდგომარეობა მოლდოვასა და უკრაინასთან შედარებით დემოკრატიულ რეფორმებზე და ყველა კანდიდატ ქვეყანასთან შედარებით. კი, რა თქმა უნდა, ადგილზე ვარ რეგრეს, სადღაც რამე პროგრესი თუ არის, ეს აღნიშნულია სხვა ქვეყნებთან დაკავშირებით. აქ მხოლოდ რეგრესია ლაპარაკი. კი, და ეს ძალიან მნიშვნელოვანი არის, იმიტომ რომ არსებობს ბოსნია და ჰერცეგოვინა, რომელსაც აქვს სტრუქტურული პრობლემები, როგორც სახელმწიფოს, და ამ სტრუქტურული პრობლემების მიუხედავად მათ მოახერხეს გარკვეული რეფორმების ჩატარება. ჩვენთან რეფორმები კი არ ჩატარდა, ყველაფერი გაუარესდა, დაწყებული სამოქალაქო საზოგადოების მდგომარეობით, გადასული იმ დრაკონული კანონებით, რომელიც მიიღეს და რა თქმა უნდა პოლიტპატიმრები. ამიტომ
ამიტომ საუბრობთ, რომ ამ კრიზისიდან ერთადერთი გამოსავალი, რომელიც ევროკავშირისთვისაც და ქართული საზოგადოებისთვისაც იქნება მისაღები, არის ახალი სამართლიანი არჩევნები და პოლიტპატიმრების გათავისუფლება. კი ბატონო, და ბოლო შეკითხვას დაგისვამთ, გიორგი, ეს უკავშირდება ევროკავშირის ამ პოზიციის გავლენას, მაგალითად ბრიტანეთის პოზიციაზე, შეერთებული შტატების პოზიციაზე. როგორ აისახება ეს? როგორ გავლენას ახდენს ევროკავშირის ამგვარი დამოკიდებულება საქართველოს სხვა დიდ პარტნიორებზე, არა რეჟიმის პარტნიორებზე, არამედ ამ ქვეყნის პარტნიორებზე? გაერთიანებული სამეფო პრინციპში მიყვება ევროკავშირს, კი გარკვეული სანქციები, რომელიც მათ შეიძლება დააწესონ ჯერჯერობით თავი შეიკავეს, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ასე გაგრძელდება მუდმივად. ბრიტანეთი არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სამიზნე ქართული ოცნების ლობისტური ჯგუფებისთვის, ქართულ ოცნებასთან αφილირებული ბიზნესმენებისთვის და ისინი ყველანაირად რაც ფინანსურად ძალიან მტკივნეული, ერთი მიზეზი ეს არის და მეორე კონსენსუსი არ რა თქმა ჭირდება. უნდა, არ ჭირდებათ. რაც შეეხება შეერთებულ შტატებს, იქ სიტუაცია ცოტა უფრო კომპლექსური არის. დღეს ჩატარდა ადგილობრივი არჩევნები, ამიტომ შეერთებული შტატებისგან ჩვენ თუ ველოდებით უშუალო ჩართულობას, სავარაუდოდ ეგ უფრო დეკემბერი, მომავალი წლის იანვარი-თებერვლისკენ იქნება. ჩვენ ძალიან კარგად გვახსოვს ქართული ოცნება როგორ აპირებდა ამერიკელებთან ურთიერთობების დაალაგებას, როგორ გვპირდებოდნენ, რომ ამ წლის იანვარში მოახერხებდნენ ტრამპთან დაალაგებას და საბოლოო ჯამში ერთადერთი რასაც მიაღწიეს, ეს არის ტრამპის მიერ ნაჩუქარი კეპი. დიდი მადლობა. გადაცემაში მონაწილეობისთვის გიორგი მელაშვილი, ევროპულ ქართული